გახავთ ციგნის წარდგინება, სიყვარულის მოძღვარი, რისკის წარდგინება. შენ ჩემი ცხოვრების ზედა, იმზე დაგიგლებ დაგნებში ჩაგაცნებ, როცნება სულ ჩემი გენქვას, მისლებს გამოვატან ჩემ გულის ტკივილებს, სიმღერას გიმღერებს ქარი, ნაადრევ ენძელა შენ სახელს დავატბევ, ტიქსის ემოწყუდა დარი, ჩორს ყველა მოძღვარი სიყვარულს გადაგებს, ალბათ მე სიყვარულის მოძღვარი ვარ. დიახ, ძვირფასო მიყველო, სიყვარულია თავად ღმერთი და დედანობით სიყვარული გულებს, ბუნებას, სამშობლოს, შვილებს, ბრძანისისკენ მიმავალ სამასი არაგველის სულს, ხედავდა ჩემს თვალთინი მსხვრევიან დღის სისხლის გაჟღენთილი მათი ფარები და ხმლები. ცასწავა უფალთანაო, ია და ვარდი ეფინოს, ბრძანისის მინდორთანაო. ბრძანისის მინდორს მართლაც ამშვენებს ია და ვარდი, მაგრამ აღაჩვევს არაგველების სისხლის ბრალს. აგერული რახანია, თებში ღამეს წინავს, იავნენა მამის დარდო, დაიძინე ტკბილად, უფალს ევარებოდეო, გაგითენოს დილა, სათუთო და მშვენიერო, ჩემო პაწაწინა, თვარს რუბლის არეზელზე, რახანიას წინავს, მამას ნანას კიტყვი გენაცვალე, ჩემო თვალის ჩინავ, ვარს კლავები ციმციმებენ, შენ საყვარელ ფერებს, გაიზარდე სამშობლოსთვის, მამა ასახელე, სათუთო და მშვენიერო, ჩემო გულის დარდო, შენ ზღაპრების საუფლოში, მზეც კიდევ ვარდობს, იავნენა მამის დარდო, გარეთ ღამეს წინავს, ჯერ მამალს აროყებია, დაიძინე ტკბილად. იქაც 23 დეკემბერი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული პირველ რიგში მეგობრის, შემდეგ შვილის ნათლის, მოძღვრის სასულიერო პიროვნების დაბადების დღეა და მე ვთვლი, რომ ღმერთი საჩუქარია თითოეული ისეთი ადამიანი, როგორც არის მამა თამასი. ჩვენთვის ყველასთვის, მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სრულიად საქართველოსთვის და ყველა მისი შექმნილი ლექსი არის რაღაცა მოწოდება, ყველა მისი ლექსი ემსახურება ძალიან დიდ ღირებულს, ქართულს, ტრადიციულს და ალბათ იმიტომაც არის, რომ არაერთი მათგანი ამღერდა ჩვენ ძალიან დიდი შემოქმედებითი ისეთი ნაყოფიერი ანდემი გვაქვს, ჩემ და საბედნიეროდ ამღერდა ალბათ 23 ჩამოთვლილი სიმღერა.
ძალიან მოკლედ ხო მამაოს შესახებ. სიღმის მეგობრები ვართ. საუკუნეა ერთმანეთისთან. ადამიანი, რომელიც არა მარტო სიყვარულის მოძღვარია, არამედ თვითონ სიყვარული და სიყვარულს ატარებს თავისი სუფთა გულით და იმ მოწვრის უზარმაზარი მადლით, რომელსაც ქვია ალბათ ამა თამას ჩოხელი. უზარმაზარი ჯვარი აქვს, არა მარტო სასულიერო პირობით, არამედ რა თქმა უნდა პოეზიით. პოეზია თავისთავად არ შეიძლება თავზე ხელაღებული და ცუდი ადამიანის მიერ იქნებოდეს. ძალიან დიდი მადლობა მამაო, ჩემთვის დღეს აქ ლამაზ და თვითმფრინავის საზოგადოების წინაშე გამოსვლის საშუალება რომ მომეწონა, როცა სულ 2 სიტყვა მეთქვა თქვენ შესახებ, ეს ჩემთვის უზარმაზარი პატივია. მე თქვა დაგლოცოთ მამაო, ძალიან მეყვარხარ, ძალიან გაფასებ და აი ეს სიყვარული თქვენიდან დიდი ხანია და წლებია მოდის მე. პირადად ჩემზე ვისაუბროთ, ჩემთან ის თქვენგანი სიყვარული და გახარება. რაც შეეხება მამაო, ისეთი ლექსი მომცა, ავანგერე, ეს არის ღვთის მონათლება, რომელიც ერთ ტელევიზიაში ჯაჯანიძესთან როინდელი სიმღერა სახელი შეუცვალეს და მე ვეფხარი გადაარგეს საფრთხეალო ბალადა. და საფრთხეალო ბალადა არის მამაო, როგორც დაწერა ღვთის მონათლება, ეს არის ეს ლექსი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობა, დიდი პირადად ჩემთვის თქვა მაგარი სათქმელი და კარგი სათქმელი ამ სიმღერას, რომელიც კიდევ ძალიან ბევრს იტყვის. ლექსები იმღერეს და იმღერებენ ადამიანებმა და მე მინდა წაგიკითხოთ ჩემი ქალიშვილის ლექსი, რომელიც ამღერებულია და რომლის მუსიკის ავტორი არის ნიკოლო ზოთანაძე, რომელმაც ახლა შეასრულა კალაუცის ვარსკვლავი და ჩემი ქალიშვილი. მათ მუსიკაზეა შექმნილი მარიამის რამოდენიმე სიმღერა ამღერებულია და ტრიალებს რადიო სივრცეში. ერთ-ერთ სიმღერას წაგიკითხავ, თუ შეიძლება ასე ითქვას. შენი სურვილი მეწადა ქალავ და შენზე ფიქრმა მომცა წამალი, გულს გამიჩინე ტკბილია რა აღარ ყილდება ყველათ არავინ, უბნობა ატირა ჩვენი სიმღერა, სევდამ დაფალა თქობა ალალი, გული ვერ დაგტყოს ვერ შეგელევა, დაგელოდები ბავაც მარადის, აღარ გამათრობს შენი ღიმილი, აღარ თვალებით ცქერა გამათრობს, უმისამართოდ ეულად ვივლი აღარ ვიფიქრებ შენზე არასდროს.
შენ ვერ გამიგე გულის წადილი და ამათკი უფრო იარა მე სიყვარული მეცა და შენ ლექსით მო შენი სხვა რამ კი არა ეს სიყვარული ქარმა წაიღო და ჩემმა გულმა კეტად იარა არც უნდა ჩემი გაგიგვდარდი დავეხეტები ობლად დია მადლობა მე მინდა გითხრათ რომ მე ვთხოვ ხოლმე ადამიანებს ჩემს მეგობრებს ნაცნობებს მრევლს უცნობებსაც რომელთაც ყავთ 2-3 შვილი კიდევ ერთი იყოლიყვნა ისინიც მიჯერებდნენ და ესე დაიბადა ჩემი თხოვნით 35 ბავშვი და რამოდენიმე უნდა იყოს აქ და აბა თუ შეიძლება რომ გამოვიდნენ და მიესალმონ დანარჩენ ადამიანებს მადლობა ბავშვს რომ ჩვენ აი ესე ჩვენ შვილებთან ერთად ეს ბავშვებიც მოგბადლა უფალ მეთქმა ქვეში ჩხობას მაჭარი წითლა წიწვის ასკები ბროწეული ცილის კისე გადავადი მიწასმელი ფოთლებს ეფინება საბარი შემოდგომა დადგო იღლიჩება ატარი მიფრინა მერცხლები თლილი ქვეყნების მხარეში წერუების სიმღერა ისმის არემარეში ადამიანი ლექს დაწერავს თუ პროზაულ ნაწარმოებს თუ მსმენელი არ იქნა სიმღერას ამისთვის ხდება რომ აი მე რომ ლექს ვწერავ იმაზე კი არ ვფიქრობ კარგი ლექსი რომ გამოვიდეს კარგი სიმღერა რომ გამოვიდეს იმას ვფიქრობ და მე მინდა მადლობა მოუხადო ჩემთვის ძვირფას ადამიანს ლეილა არჩემაშვილს ჩემი წიგნის რედაქტორს რომელმაც მარცვალ აკინძა ეს წიგნი და ბევრი შრომა ჩადო ასევე მუშაობს ჩემი ქალიშვილის მეორე წიგნზე მადლობა მინდა მას მოახსენო მადლობა მინდა მოახსენო ლეილა მასტალებს ჩემს ბევრსა და ჩვენთვის ძვირფას ადამიანს თვითონ გამოსვლა თვითონ თქვენგანაც მინდა მადლობა უთხრა ჩემი 5 იანვრის სამღერებელს და თუ არ ვთქვათ ჩემს მეგობარს და ჩემთვის ძვირფას ადამიანს რომელმაც გაამშვენიერა ჩემი ლექსები და მსმენელის გულავდის სიმღერად მიიტანა მინდა გითხრათ მადლობა თვითონ თქვენთანაც მობრძანებისთვის და კეთილის სურვილები დამდეგ შობა ახალი წელი მოგილოცოთ ჩვენ ძნელ დროში ვცხოვრობთ და თითქოს ადამიანები გადავეჩვიეთ საჩუქარს ჩუქებასაც და გაჩუქებასაც გადავეჩვიეთ და თქვენ რომ მოგბრძანდით ეს ჩემთვის საჩუქარია და მე მინდა რომ დაგასაჩუქროთ თქვენ რომ თლად არ გადავეჩვიოთ საჩუქრებს მე მოგიტანეთ ჩემი იავნანები და ჩემი და დათოს ამღერებული იავნა რომელშიც 3 იავნანა შესული და ასევე ამღერდა მე-4 ფეხმძიმედების იავნა და ასევე ღვთისმშობლის იავნანაზე შეიქმნა 2 საგალობელი ერთი დათომ შექმნა ჯერ არ დასრულებული ეს კომპოზიცია და ერთი მამა მათე უბისის მონასტრის წინამძღვარმა რომელმაც შექმნა საგალობელი და მალე ჩაიწერება სტუდიაში ეს საგალობელი და მე აი მოგიტანეთ საჩუქრად წიგნები და დისკები ვისაც როგორ შეხვდება დიდი მადლობა მოგზაურებისთვის ღმერთმა დაგლოცოთ და სიკეთე სიხარული ყველას ისურვებთ